ისრაელმა ნამდვილად განახორციელა შეტევები და შესაძლოა დღესაც აგრძელებს შეტევას იმ ობიექტებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებენ. შესაბამისად, არსებობს გარკვეული რისკი ეგრეთ წოდებული რადიაციული გაჟონვის. თუმცა ვფიქრობ, რომ ისრაელმა წინასწარ შეაფასა ეს საფრთხე და სცადა თავიდან აეცილებინა ის. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა დააზიანა ირანის ბირთვული ობიექტების უმრავლესობა, ჯერჯერობით არ გამოვლენილა რაიმე სერიოზული გაჟონვა. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ისრაელის მოქმედებები კარგად გაწერილი და წინასწარ დაგეგმილი იყო. მიზანი იყო ობიექტების განადგურება ისე, რომ რადიაციული გაჟონვა არ მომხდარიყო. მაგალითად, ნათანზის ობიექტზე ცენტრიფუგები პირდაპირ არ განადგურდა. ისრაელმა დააზიანა ელექტროენერგიის მიწოდების სისტემა. შედეგად მთელი სისტემა ისე გამოვიდა მწყობრიდან, რომ რადიაციული გაჟონვის რისკი არ შექმნილა. თეორიულად რისკი ნამდვილად არსებობს, თუმცა პრაქტიკაში ისრაელის ყოველი ნაბიჯი იყო მიმართული იმ მიზნისკენ, რომ თავიდან აეცილებინა ასეთი საფრთხე. და როგორც ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ დღემდე გავრცელებული ცნობები აჩვენებს, ამ დრომდე არსებით რადიაციულ გაჟონვას ადგილი არ ქონია.